მოგესალმებით, მეგობრებო. ხშირად წერთ ხოლმე, რომ გაინტერესებთ კიდევ ჩავწერო ვიდეო კარმულ კვანძებზე. ასტროლოგიაში კარმული კვანძები როგორ მუშაობს, ჩავწერო როგორც სახლებზე, ასევე ნიშნებზე, მაგრამ მანამდე მინდა აგიხსნათ რა არის კარმული კვანძები ასტროლოგიაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღერძი, ფიქტიური წერტილს ვეძახით, ეს არ არის პლანეტა, ეს არის ფიქტიური წერტილი, რომელიც აჩვენებს თუ კარმული ასტროლოგიით ავხსნით, ეს არის ადამიანი წინა ცხოვრებებში, რა გზას გადიოდა მისი სული განვითარების, რომელ სფეროზე იყო ფოკუსირებული, ხანგრძლივად. ეს არ არის ერთი ცხოვრება, ორი ცხოვრება, ეს არის სისტემურად მიდიოდა სული აი ამ მიმართულებით. მაგალითად, თუ არის დაღმავალი კარმული კვანძი ქალწულში, ეს ადამიანი მიდიოდა სულ პრაგმატიზმის, მეცნიერების, მსახურების, აი დროებში რომ ყოველთვის ყველაფერი მაგ განსაზღვრა, აი ამ მიმართულებით მიდიოდა ლაიტმოტივად, ხო? და თუ ფსიქოლოგიური ასტროლოგიით შევხედავთ, როგორც ოჯახური გზავნილები, სინამდვილეშიც ესე მუშაობს, დაღმავალ კარმულ კვანძს რო შევხედავ, მე მაგალითად ვიცი უკვე ამ ადამიანის ოჯახში რა ატმოსფერო იყო, ამ ადამიანის ოჯახში წინაპრებსაც გულისხმობ, არ არის მარტო აქ დედიკო და მამიკოს დონე, აი მისი ოჯახური ველი როგორი არის, ხო, სადღაც, როგორი უნარები აქვთ, როგორი თვისებები აქვთ, რა ენერგია გროვდება ამ ოჯახში, აი ეს შეგვიძლია ვნახოთ, ხო? და ძალიან გამოკვეთილად არის ხოლმე პირდაპირ ატმოსფერო, როგორი არის გარემო, სადაც ეს ბავშვი იზრდება, როგორც გენეტიკური გზავნილები. და აქ ასტროფსიქოლოგიაც ამას ამბობს, რომ ეს არის ბაზა ოჯახიდან, რა მოიტანა ადამიანმა, მაგალითად, რა უნარები, რა თვისებები არის და რა ახალი უნარები უნდა შეიმეცნოს და რა ახალ გზას უნდა დაადგეს, რომელიც ოჯახისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა თუ შევხედავთ უკვე უფრო ჩვენ ინდივიდუალური ფსიქოლოგიის გზით, თუ ვინმე სერიოზული ან ნევროზული პრობლემები აქვს, ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, როგორც წესი კარმულ კვანძზე, აღმავალზე არ არის ხოლმე. იმიტომ რომ აღმავალი კარმული კვანძი ეს არის იუპიტერიანული ენერგია, ახლა ვინც სწავლობთ ასტროლოგიას, ხაშის ხოლმე წება ახალი კურსი ასტროლოგიის, სადაც ამებს ყველაფერს გავდივართ ხოლმე. ორთვიანი კურსი, ჩემი საამაყო კურსი, იმიტომ რომ აბსოლუტურად თანამედროვე ასტროლოგიას ვასწავლი აქ და აი ვინც ახლა უფრო მომყვებით და გესმით, ხო? აი თუ ვინმე მოდის სერიოზული პრობლემით, ან ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა, ან აი სადესაც რო ვეძახით სატურნის მძიმე პერიოდში, თუ გვარტყამს, როგორც წესი აღმავალზე არ ვზივართ ხოლმე. ანუ რა ხდება, იცით, იუპიტერიანული ენერგია აქვს აღმავალ კვანძს და ეს მე ახლა რასაც გიყვებით საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როგორ ვიყავი დაღმავალზე რო ვიყავი, როგორ ვიყავი აღმავალზე რო გადავერთე, რა მესიჯები მოდიოდა ბედისგან და სამყაროსგან რო აღმავალზე გადავსულიყავი მაგალითად და საკუთარი გამოცდილებითაც გიყვებით ამას არა მარტო ახლა კლიენტებზე დაკვირვებით და არა მარტო ამდენწლიანი პრაქტიკით, ხო, აი მე თვითონაც გავიარე ეს პროცესები და აღმავალი კვანძი იუპიტერული ენერგია, იუპიტერიანული, ეს არის ოპტიმიზმი ჩვენთან. და ეს არის კეთილდღეობა. აღმავალზე რო ვართ, უბრალოდ სული კარგად გრძნობს თავს. იქ დეპრესიის, იქ რაღაცა ეს სუიციდის ან რაღაცა ისეთი მძიმე ფიქრების ადგილი უბრალოდ აღარ არის. აი, ცოტა ეზოთერული ასტროლოგიით რო აგეხსნათ, ხო? სულში წარმოიქმნა განცდა, რომ მე აქ ერთი და იგივეს ვტკეპნი და ეზოთერული ასტროლოგია იცახის ამას და სხვათა შორის მე ჰიპნოთერაპიაზე ზუსტად ეს მინახავს, რომ სიკვდილის მომენტში რო გააცნობიერა ადამიანმა, რომ რაღაც ახალი გამოცდილება მინდა, რაღაც აი ნეტა ისე წასულიყო ჩემი ცხოვრება, ნეტა ახლა ისიც გამეკეთებინა და ვეღარ მოვასწარი, აი აქ ირთვება კარმული კვანძი და გადავდივართ უკვე შემდეგი ცხოვრება, როგორც იმ ნაპერწკლის, ფიქრის და ოცნების ნაპერწკლის უკვე განსახიერება, ხო, სადღაც. ამას იძახის ეზოთერული სფერო ასტროლოგია, როგორც ეს იყო ნაპერწკალი სადღაც, ხო, ჩვენთვის, რომ სული მიხვდა, რომ ეს უკვე ერთი და იგივეს როგორ ვტკეპნიდი, აი მაგალითად დაღმავალი თევზი რო ავიღოთ და სადღაც ძალიან დიდხანს მარტო ცხოვრობდა, ან ბერი იყო, ან საკუთარ სამყაროში იყო ჩაკეტილი, ან სულ დიდ სიყვარულში იყო, თევზის სიყვარულიც არის, ხო, აი ყველაზე აი ისე თბილად, კარგად ვარ და გარეთ რა ხდება წარმოდგენა არ მაქვს, ხო? ან ჯგუფში, ან ხალხში და აი სადღაც ეს საქმიანი ადამიანები
როგორ აი მომწონს თითქოს როგორია ნეტა ეს იქ ყოფნა, იმათ ადგილზე ყოფნა, აი ეგ წარმოიქმნება ხოლმე კარმული კვანძი. ძირითადად ეს არის კარმული კვანძები. ეს ეზოთერული ასტროლოგიით რო გითხრათ. შესაბამისად, იქ რო ხვდები, სულს მოსდის ენერგია, რომ მე იქ რაღაც აი ამ გზაზე მე მსიამოვნებს ყოფნა, ხო? ჩემთვის ეს როგორც განვითარება, აი ის რაც მე არ ვიცი და ეხლა მაინტერესებს, ხო ცნობის მოყვარეობა არის, რომელიც მოყვება სულს. აი ცოტა უფრო მაღალ სურათში რო ავიდეთ, უფრო დიდი ესეთი სართულიდან რო გადმოვხედოთ ამ ყველაფერს, ეს არის გზა სულის, რომელმაც უნდა დააბალანსო, სადღაც თუ ძალიან აქეთ გადავარდა მე ახლა უნდა დავაბალანსო მეორე გზით, ანუ ეს მხოლოდ ახლა მომინდა ამაზე არ არის, ეს არის იმპულსი უკვე, სადაც ახლა მე თუ მკითხავთ სელენაც ეგ იმპულსი არის, რომ ეს სელენას ინკარნაციას რო ვეძახით, ხო, რომ სადღაც სულმა თავისი თავი დაინახა, მე აქ ეს მინდა ვაკეთე, ჩემი იდენტობა ეს არის, ხო, სადღაც და მე ეგ კარმულ კვანძებში გაიშალა, ხო? ახლა გულახდეთ რო გითხრათ, ჩემი დაღმავალი კვანძი, რაც ვნახე სხვადასხვა ინკარნაციები თუ ხა რა არის იცით ახლა არა აქ მნიშვნელობა ფსიქოლოგიურად ეს მართლა მოხდა თუ არა სულ ამას ვიმეორებ ფსიქიკაში მოდელში არის რომ მე ვიყავი სულ ხედავდი თითქოს ჰიპნოთერაპიაზე დაღმავალი მერწყული ვარ მე-6 სახლი ვარ ჯგუფთან ერთად და მუშაობ რაღაცას ვემსახურები და აი ჯგუფთან რიგითი ვარ და სულ ჯგუფში მუშაობ სადღაც ტიბეტში ვნახე ჩემი თავი რომელიც ასევე რიგითი ვარ იქ არ არის რომ მე ხა მართველი ვარ და მე ვასწავლი ვიღაც. რიგითი ვარ და სადაც ნახე თითქოს რომ რაღაც ინტელექტუალურ სფეროში, სულიერ დონეზე აქ რაღაცებს წერთ, იქაც რიგით, ანუ ჯგუფი ვიყავით იქაც. ანუ სადაც მე მაგალითად ჩემი თავი ნახე და ეს არქეტიპულად რო გადავეყვანო, ჩემ ფსიქიკაში მენტალობაში აი ჯგუფის თემა აი ძალიან ისე არის გამოკვეთილი, აი გავლილი დავიღალე მომწყინდა თემაში. უკვე ხო ტრიალებს. ამას ვეძახით კარმულ კვანძებს. რაღაც რაც აი ბევრი ხანი იტკებნა ვიტრიელი და გამოვწურე, ვიცი რა არის, ჯგუფი ვიცი რა არის, ნუ ეგოს გარეშე ყოფნა, ეგო რა, ინდივიდუალური დამოუკიდებელი აქტივობა სადღაც, ხო? და შესაბამისად დაღმავალი კარმული მისია მყავს ზუსტად ოპოზიციაში. ყოველთვის კარმული კვანძები ჩვენთან ოპოზიციურად ირთვება. აქეთ სულ ძალიან აქეთ ხარეს ვიყავი, მე ძალიან იქით ხარეს უნდა ჩავეშვა, ხო? რომ სადღაც დავბალანსდე. ეს გამოცდილება მაქვს, ამაზე უარეს თქმა შეიძლება, რომ ჩემი ბაზა არის მაგრამ აღმავალზე უნდა გადავიდე აბსოლუტურად სხვა ენერგიაზე, რომ დავაბალანსო ის ენერგია, მაგრამ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენთან ასტროლოგიაში მეგობრებო, იუპიტერის ენერგია არის აღმავალი კვანძი, შესაბამისად, როცა რომელიმე პლანეტას უერთდება, ან რომელიღაც სახლში არის აფართოებს პირდაპირ იმ ზონას. ბევრი შესაძლებლობები გვექმნება აღმავალი ზონაში თითქოს ბედი არის. აი, ბედი როგორ მოდის ჩვენ ცხოვრებაში, ამას კარმულ კვანძს უყურებთ ხოლმე. თუ არის ბევრი კვადრატები კარმულ კვანძთან. აი, როდესაც ძალიან გვიჭირს გვეპეს, აი, ვიცი რა მინდა, ვიცი რა გზა მაქვს, მაგრამ სულ შეფერხებები ხდება ამ გზაზე. და თუ არის ჰარმონიულად ასპექტირებული აღმავალი კვანძი, აი, უცებ ისიც მოდის, ანუ მე აქ ძალისხმევა ამჭირდება, თვითონ მეხმარება ყველა რომ გავაკეთო. აი ეს არის იდეა თვითონ კარმული კვანძების ასტროლოგიაში, ამას დააკვირდით აუცილებლად და ყველაზე მთავარი, როგორც კი აღმავალ კვანძს შეხედავთ, ახლა ეს ყოველთვის გენეტიკური არის, ახლა ჩემს აქ მაგალითად ჩემი კვანძები ოღონდ შებრუნებული, ჩემს ორივე დიშვილს აქ ჩემი კვანძები მაგალითად შებრუნებული, ანუ ყოველთვის მოდის გენეტიკურად ეს. გვარში ტრიალებს, მომავალ თაობებშიც ტრიალებს ხოლმე ეს კარმული კვანძები და ზოგჯერ მე მინახავს, რომ აი мама, бабуа, мама, შვილი და უკვე შვილიშვილს ლილიტი ზონაში გადასდის. ერთს ლილიტი ყავს ერთ ღერძზე, მეორეს მეორე ლილიტი ყავს მეორე ოპოზიციურ ღერძზე. ეს უკვე ნიშნავს, რომ ოჯახური ველი გაიჭედა ამ მოდელებში. ამ ღერძზეა გაჭედილი და აქ უკვე პრობლემა არის ხოლმე როგორც წესი. ამიტომ საგვარეულო კარმას როცა უყურებთ, ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ამას ძალიან ყურადღებით ვუყურებთ ხოლმე, ხო ვისაც აქ ინტერესი ხა ეს ძალიან სიღრმეში წავიდეს ასტროლოგიაში, ხო? და დაღმავალ კვანძს აქვს სატურნის ენერგია.
ენერგეტიკულად ქმნის სატურნულ გაციებას, აი როგორც იცით იკეტება თითქოს, აი რომელ სახლშიც არის დაღმავალი, ის სფერო ეკეტება უკვე ადამიანს, აღარ აინტერესებს. აი ახლა მე მაგალითად დაღმავალი სფეროში, აი მე-6 სახლის სფეროში, აი ტვინი მეღლება ხოლმე თუ რაღაცები ძალიან დეტალებში არის, საჩხირკედელაო. მე უფრო დიცურადში მიყვარს ხოლმე რაღაცების დანახვა, როგორც ის უკვე გავლილი ეტაპი არის, ხო, სადღაც. და ამეთი ვხვდებით კარმულ კვანძებში, რომ ის უკვე სატურნულ ენერგიაში არის. აღარ სატურნი თუ არის თვითონ პრინციპი, სატურნის იძულება, ვალდებულება, რომ შენ იქ გინდა, არ გინდა, უნდა დაამუშავო. აი დაღმავალ კვანძს არ აქვს ეს ვალდებულებისგან. ის ბუნებრივად ისედაც მოდის, როგორც თვისება, როგორც უკვე გამომუშავებული, უკვე აი ბევრი ხანი იშრომე ამ სფეროში და უკვე დაასრულე აქ რაღაც ეტაპი, ხო, ესეთი განცდა გაქვს. ეს არის აი სატურნული ენერგია, ოღონდ არა ტიპიურად სატურნის, როგორც გინდა არ გინდა გიწევს იმ სფეროში დაბრუნება, ხო? თუმცა დაღმავალ კვანძს ჩვენ ისედაც ვიყენებთ, ოღონდ ეს არ არის იძულების და ვალდებულების ენერგია. მაგრამ, როდესაც დაღმავალი კარმული კვანძი უერთდება ჩვენს რომელიმე პლანეტას, აქ არის უკვე პრობლემა. და პრობლემა არის იმ კუთხით, რომ კეტავს ამ პლანეტას, თან გვეუბნება დაღმავალი კვანძი, რომ აქ უკვე შენი მისია აღარ არის. აქ აღარ გექნება შესაძლებლობა უკვე გაფართოებას ვეღარ მოახერხებ, მაგრამ რაღაც არის აქ დასამუშავებელი, რაღაცას უნდა მიაქციო აქ ყურადღება, ხო? აი ეს არის ძალიან გამოკვეთილი ჩვენთან და ხშირად უჭირთ ხოლმე აქ მაგალითად როცა დაღმავალი კარმული კვანძი მთვარესთან არის შეერთებაში, ან მზესთან. აი აქ უკვე პირდაპირ მიგვანიშნებს კარმული კვანძები, ან ნებისმიერ სხვა პლანეტასთან, რომ აქ ვალები გვაქვს. თან იხურება ეს სახლი, ეს პლანეტა. გვეუბნება უკვე დაღმავალი, რომ აქ რეალიზების დიდი შესაძლებლობა უკვე აღარ გაქვს. მაგალითად ვენერასთან არის შეერთება, დიდად ადამიანი აღარ ავლენს უკვე ვენერასთვის დამახასიათებელ თვისებებს. სასიყვარულო სფერო შეიძლება მისთვის იმხელა ინტერესს აღარ წარმოადგენს. ფინანსური რესურსები აღარ მოსდის ისე მაგალითად როგორც სხვა შეიძლება არ ქონდეს, ხო, იკეტება პლანეტა ამ ადამიანისთვის, მაგრამ რეალურად იმასაც ნიშნავს, რომ აქ უნდა ჩაიხედოს ადამიანმა და რაღაცა ვალი აქ დარჩენილი ამ პლანეტის ზონაში, უნდა გახსნას, აი თვარე დაღმავალი რო ავიღოთ, ხო, ადამიანმა უნდა გახსნას შიდა ემოციური, რომ ჩაკეტილი აქ აბსოლუტურად ემოციური სტრუქტურა, კი ამოდის ხოლმე ეს ინტუიციები, ძალიან ღრმად ინტუიციურები არიან, მაგრამ ჩაკეტილი არის რაღაც ემოციები და მე ვეღარ ხვდები აქ შიგნით რა ამაწუხებს, რა მჭირს, ხო, სადღაც. იქ უნდა გახსნას, ოღონდ ის იმას არნიშნავს, რომ ამ მიმართულებით წავიდეს. ანუ ქვეყნერების დედა კი არ უნდა გახდეს, თავის შინაგან ემოციას შეეხოს, გამოუშვას და მერე წავიდეს თავის განვითარებით, ხო? აი ეს არის ხოლმე რაღაც მისია, დაღმავალი კვანძი ყოველთვის რთავს, რომ რაღაცა მისია მაქვს აქ და ბოლომდე ვერ ხვდები, ხო, როგორ გავხსნა, იმიტომ რომ თვითონ სატურნულად მუშაობს პლანეტა დაღმავალთან, რომ ის კეტავს საერთოდ უკვე იმ პლანეტას და ვერ ვეხებით, გვიჭირს შეხება, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გასაცნობიერებლად ისე რომ იცოდეთ. შემდეგი მომენტი მნიშვნელოვანი არის მართველი, ადრე მაგ ჩაწერილი ამ ვიდეოში, მაგრამ მე მგონი ბევრი წლების წინ და შეიძლება ცოტა ახლებურად გინდეთ ამის გაკონება. და დაღმავალი კვანძის პლანეტა ვირ სადგას როგორი არის? აი ხა მაგალითად ჩემთან ურანი არის ძალიან აქტიური და ლომის ზონაც მაქვს აქტიური. სადაც დაღმავალიც მაქვს და დაღმავალიც. ანუ თუ ეს ოკეი არის ეს პლანეტები. ესე იგი დაღმავალის ენერგია მეუბნება რომ აქ მე პრობლემებს არ შეგიქმნი. ანუ ურანში მე პრობლემებს არ შეგიქმნი. მაგალითად, დაღმავალ მერწყულებს გვაქვს ეს, რომ აი მთელი ოცნებების რეალიზების შესაძლებლობა გქონდა წინა ცხოვრებებში. ეხლა უკვე მთლად ეგრე აღარ მუშაობს, მაგრამ თუ ურანი მაგ კარგად ასპექტირებული ან მე-11 სახლი, კიდე წინა ცხოვრებიდან რაღაც იღბალი მომყვება. ესე შეგვიძლია აქ დავინახოთ და აი როცა ინდივიდუალურ კონსულტაციებზე თუ ახლა ძალიან გავამახვილეთ კარმულ კვანძზე, ახლა თუ ახლა პირდაპირ მოდის ადამიანი, რომ ეს ძალიან აინტერესებს, იქ მართლსაც უყურებ და იქ უკვე ხედავთ, რომ ადამიანს წინა ცხოვრებიდან თუ კარმული ასტროლოგიით შევხედავთ, რა აქვს მოტანილი და ეს თუ ახლა ჰარმონიულად ასპექტირებული თუნდაც დაღმავალის მართველი პლანეტა, რას ნიშნავს ახლა როცა მერწყულში მყავს დაღმავალი, ურანი მართავს. თუ დაღმავალი კარმული კვანძი მყავს შულდოსანში, იუპიტერი მართავს მას, ხო?
აქედან უყურებთ, ხო? და ძალიან ესეთი ის არის, მნიშვნელოვანი არის. აქ უყურებ უკვე იმ პლანეტას, როგორ არის. აღმავალის პლანეტასაც უყურებ, როგორ მდებარეობაშია და მაქვს მე შესაძლებლობა ამ ენერგიასთან რა მიშლის ხელს, რომ ეს აღმავალი გავხსნა ბოლომდე. აი თქვა თუ მზე მყავს დაზიანებული, ესე იგი თვით გამოხატვა, რომ გეუბნება კარმა და აქეთ პლანეტა გიშლის ხელს, აქ ესე იგი უნდა დავარკვიოთ. ან პირიქით, აი მართლს რო უყურებთ, აი მაგალითად თუ მყავს აღმავალი მისია ტყუპებში და მერკურს უყურებ. მე-12 სახლში დგას სიტყვაზე მერკური. უკვე მეუბნებათ სამყაროს პლუს რომ აი ესა ტყუპებს ვავლენ, მაგრამ იქ მერკური მე-12 სახლურათაც შეიძლება ეს უნდა გამოვავლინო. მართლს უყურებთ აქ ეს სასწავლო ასტროლოგიაში გეუბნებით, ვინც სწავლობთ და გაინტერესებთ, ამ მართველებს მიაქციეთ ყურადღება, ეს უკვე ნიშნავს რომ მე რა მისიაც მაქვს პლანეტა როგორ მეხმარება ან ხელს მიშლის ამის გამოხატვაში. და ამაზე მე ჩაღრმავება და თვითრეფლექსია არის მნიშვნელოვანი, ხო? ამას დააკვირდით. პლუს აღმავალი, კარმული კვანძიდად აღმავალი არის სახლებში. სახლებზე წინაზე 6 საათიანი ვიდეო ჩართვა მქონდა, ლექსია მქონდა სახლების სისტემაზე 6 საათი. და აი დავღეჭეთ სახლები, რასაც ქვია, მართველები რა არიან, სასწავლო ლექცია მქონდა ჯგუფში, თავის თერაპიით და მთელი ამბებით. ძალიან კარგ ლექციებს ვატარებ ხოლმე, ვისაც გაინტერესებთ ანონსები რო იდება, შეგიძლიათ შემომიერთდეთ ხოლმე. და სახლები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარმული კვანძებისთვის. სახლების სისტემა ჩვენთან აჩვენებს, აი კარმული კვანძი ამადა ამ სახლში უკვე სფერო არის სახლი. შეგიძლიათ ChatGPT-ში დაგუგლოთ რომ სახლში რა ყავთ და კიდე ცოტა გაერკვევით რაღაცებში, თუმცა მე ხა ლექციებს როცა ვატარებ ხოლმე გამოცდილებით რეალურად და არა ისე როგორც წერია, რეალურად უფრო უყურებთ ხოლმე ამ სახლების სისტემას, ბევრი კუთხით განვიხილოთ. სახლი მიგვანიშნებს, რომ აი ეს სახლი, ეს სფერო არის შენთვის ჩაკეტილი. აი მე-7 სახლში თუ ყავს დაღმავალი კარმული კვანძი, ეს ნიშნავს, რომ ახლა ზოგს გონია, რომ ქორწინება აღარ მეკუთვნის და აღარ უნდა დავოჯახდე, არ არის მას. უბრალოდ პარტნიორზე, სხვების აზრზე დამოკიდებულება უკვე აღარ არის ჩვენი მისია. ესე იგი, ავტომატურად მე-7 სახლის საპირისპირო პირველი სახლი არის და ესე იგი მე ჩემ თავზე უნდა ავიღო მთელი აქცენტი და არა პარტნიორზე. მე აღარ უნდა მოვთხოვრო იმაში დამეხმარე, ამაში დამეხმარე. აქ უკვე შემოდის კარმა, რომ არა, მე უნდა ავიღო ჩემ თავზე ყველაფერი, აღარ უნდა იყოს პარტნიორთან განაწილებული. თუ ამ პრინციპებს ვიცავ ქორწინებაში, ოკეი ვარ. თუ არ ვიცავ ამ პრინციპებს, ინგრევა ქორწინება, ეს არის მთავარი ფოკუსი, ხო? ესე იგი, შეიძლება ტყუპებში მყავდეს აღმავალი კარმული კვანძი, მაგრამ პირველ სახლში და უკვე ირთვება აქ სახლის სისტემა, რომ პარტნიორული ენერგეტიკა დაღმავალში გადის, წარსულში გადის. იქ უკვე სატურნული ენერგია მუშაობს, აქ უკვე სადღაც იკეტება. და თუ პირიქით არის პირველ სახლშია დაღმავალი და აღმავალი მე-7 სახლში, აქ უკვე ნიშნავს, რომ ჩემი პირადი ინიციატივები არა მარტო გავაკეთებ, არა მარტო მევწყვეტ ყველაფერს, არა ეს უკვე ნენელა უკან მიდის, ჩემი თვით გამოხატვა ფერ ხდება. უნდა გადავერთო პარტნიორებზე. მოდი ერთად დავგეგმოთ, მოდი ჩემ ყველაფერს მე აღარ მინდა რომ ავიღო ჩემ თავზე. მოდი გადასახადებები შენ გადაიხადე, ბავშვის პრობლემებზე შენი ფიქრე, მე ამას გავაკეთო, გავინაწილოთ, დავბალანსდეთ, ხო? დაღმავალი სასწორიც დაახლოებით ესეთი კომბინაცია არის, ხო? ესე იგი, აი ამ კარმული კვანძების სწორად გაცნობიერებით ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ, რომ რა მოგვიტანს ბედნიერებას. რა მოგვიტანს შინაგან კეთილდღეობას, ენერგიას გაზრდის ჩვენში, იმიტომ რომ დაღმავალზე თუ ზივარ, ენერგია გვაკლდება, პირდაპირ მიდის ჩვენგან ენერგია. დაღმავალზე თუ ზივართ, ავტომატურად ზივართ ლილითზე, ავტომატურად სატურნი აქტიურდება, ანუ რაც კი როკაში ნეგატიური კომბინაციები ის აქტიურდება. აღმავალზე მიდივართ, ირთვება იუპიტერიც, ირთვება სელენაც და მაგალითად და ყველა კარგი კომბინაციები. თემას ხო ხდებით, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც უნდა გაითვალისწინოთ კარმულ კვანძებზე. მე სათითაოდ შემდეგ ვიდეოში დავიწყებ უკვე კარმული კვანძების სახლებში, ასპექტებში როგორ მუშაობს მაგალითად ამის, იმიტომ რომ ასპექტები ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს არის ფაქტობრივად გზაზე, ცხოვრების გზაზე, რა გვიშლის ხელს ან რა გვეხმარება. ან ჩვენივე პლანეტარული ენერგია ხა თუ სელენა მყავს დაღმავალთან ერთად, მთელი პლანეტები დაღმავალთან, ენერგია მეკაჩება წარსულისკენ ძალიან, ხო? და აქ ცოტა მიჭირს კომფორტულად ვარ აქ დაღმავალი ზონაში და იქით მიჭირს აღმავალთან გადავერთვან. თუ შავი მთვარე მისის პირდაპირ აღმავალთან, აქაც მიჭირს, ხო, სადღაც და აი ეს არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი გასაცნობიერებელი, მეგობრებო.
ამას გავაგრძელებ ამ თემას, ჩაგიწერთ, მაინტერესებს ხოლმე თქვენი შეფასებები, თქვენი კომენტარები, ვითვალისწინებ ყოველთვის შემდეგ ჩანაწერს. ან კლიენტები რომ მოდიან, მათი პრობლემებზე ვწერ ხოლმე მე, ან თქვენი შეკითხვები და სულ ვითვალისწინებ თქვენს კომენტარებს ხოლმე და მადლობა რომ მისმინდით და შემოგთავაზებთ სულ მალე უკვე დავიწყებთ ვერძი სასწორის ღერძით, კარმულ კვანძებს კიდევ ერთხელ გავიაროთ ეს თემა და თქვენი კომენტარებიც მაინტერესებს, რა გაინტერესებთ, კიდე რა გავითვალისწინო შემდეგ ვიდეოებში დროებით, აბა.